შემოკარგეთ. ორივეს გილოცავთ შენს და ამ არაჩვეულებრივ ბავშვს. სამართალდამცველები კი აქციების ორგანიზატორები წინააღმდეგ ახალმტკიცებულებებს აუცილებენ. რა როლი ეკისრებოდა თემურ ხაჩიშვილს და მის შეერაღებულ რაზმს თბილისში და კიდევ ვინ უწევდა კოორდინაციას აქციებს მოსკოვიდან. დეტალები 9 საათზე კურიერში. ადრებიცაზე თემურ ხაჩიშვილის შეთანხმებით უნდა ჩასული გრიგოლიში შეცვლილები და შეერთებოდნენ გადმოსულ ხაჩიშვილის შეერაღებულ რაზმს. Perelmaniakis მორიგის ხოები, რომელიც თავდასხმას გაუსხლტა შემთხვევა ისევ კოსტავას ქუჩაზე მოხდა და თავდასხმის ობიექტი ისევ ქალბატონია უცნობი მამაკაცი არც ამჯერად ითხოვდა ფუძად ვირფასეულობას, თუმცა ქალმამას ხელზე უკვინა და ამით უშველა თავს. ეთქვა თუ არა ორივე ინციდენტისასაც უტანილების გარეგნული აღწერილობა და რას ხვდებიან თვითმფრინავები დეტალები ჩვენს თავად გამოშვებაში. ვერ მოახერხეს ექიმებმა 3 წლის ბავშვის გადარჩენა, რომელსაც გველმა უკრინა შემთხვევა დედოფლის წყაროს ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. კასანოვი ადგილობრივი საავადმყოფოდან თბილისში გადმოყავდა, თუმცა ბავშვი გზაში გარდაიცვალა. რატომ არ ქონდა შესაბამისი ვაქცინა კლინიკას და ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ ტრაგედიაზე? გამოყოფა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის პოლონურ გარდაცვალებას საფრთხეში და მოსავალნელია თუ არა სერიოზული დაპირისპირება ლიდერობისთვის. შამბა ანკობი ხაჯიმბა თუ ბუთბა ვინ გახდება კრემლის მორიგი ფავორიტი და რა ხდებოდა დღეს მოსკოვის სადაც სერგეი ბაღავს სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია ალექსანდრე ჭავჭავაძის მარანში და 100-მდე საპატიო სტუმარი წინანდალს სასმელებს ქართველი, ფრანგი და იტალიელი დეგუსტატორები დააგემონებენ. რომელი ღვინოები წარსდგება უცხოელი სპეციალისტების წინაშე ქართული მხარე და გაუწევს თუ არა სათანადო კონკურენცია ცნობილ ფრანგულ ბრენდებს ამ შესახებ. კურიერში 9 საათზე. სამი მისიანაში გაიმართება ქართული და ფრანგული ღვინოების გარკვეული შედარება შეჯიბრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული ღვინისთვის, ასევე ფრანგული მეღვინეობისთვის. ეს და სხვა მთავარი თემები კურიერში 9 საათზე მე სწორედ ამ დრომდე გემშტოებით ვთქვათ.